ჩვენი ნაკრების მორიგი გამარჯვება, ალბანელების უპატივცემულობა, კვარაცხელიას ტრავმა და ალბანელების შეფასება მარცხის შემდეგ. Ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ ალბანიიდან, სადაც ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდა და გიორგი ქოჩორაშვილის ულამაზესი გოლით 1-0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. აშკარა იყო, რომ ორივე გუნდმა ფრთხილი თამაში აირჩია და ზედმეტად არც ერთი ნაკრები არ რისკავდა. თუმცა ჩვენი ნაკრები მცირე უპირატესობას მაინც ფლობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ალბანელებმა კარში ზუსტად დარტყმა ვერ შეძლეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს დაძაბული შეხვედრა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოვიგეთ და გასაკვირი არცაა, რომ ამ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი სუპერგოლის ავტორი გიორგი ქოჩორაშვილი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ნახევარმცველი ბურთს 104 ჯერ შეეხო. არც ის არის გასაკვირი, რომ ნაკრებში სამ საუკეთესოდ სწორედ ნახევარდაცვის ტრიო დასახელდა. ქოჩორასთან ერთად ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე. ერთადერთი, რაც ამ შეხვედრაში არასასიამოვნო იყო, არის ის, რომ ალბანელი გულშემატკივრები საქართველოს ჰიმნის დროს უსვენდნენ. სწორედ ამ უპატივცემულობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრის შემდეგ ჩვენმა ფეხბურთელებმა და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბილი სანიოლი. მათ მოსმენამდე არ დაგეზაროს, დამითმე ზუსტად 2 წამი. დაალაიქე ვიდეო და გამოიწერია. I think the key moment ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა. პირველ ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად, მაგრამ კარგი საუბარი ჰქონდა მოთამაშეებთან. ვეცადეთ გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი შეხვედრა ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ეს აჩვენებს გუნდში არსებულ ატმოსფეროს. ბოლო 15-20 წუთში მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა. ამიტომ თამაში ზურიკო დავიდაშვილი ჩაერთო და ეს ძალიან კარგად გააკეთა. ბელიგიაში ყველა თამაში რთულია. ოქტომბრის შეხვედრებამდე 4 კვირაა. ფეხბურთელები კლუბში ბრუნდებიან და მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმის გარეშე შევხვდეთ. თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გქონდეს გუნდში. მხოლოდ ასე შევძლებთ წარმატებული თამაშის გაგრძელებას. ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ევროპის ჩემპიონატზე. დღევანდელი შეხვედრა წინა შეხვედრასთან შედარებით ბევრად რთული იყო. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, თუმცა სწორედ ასეთი თამაში გვასწავლის, თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი. ძალიან ამაყივარ, რომ მოვახერხე მეორე გოლის გატანა ეროვნულ ნაკრებში. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რასაც ბავშვობაში შეიძლება არც წარმომედგინა, რომ ჩემი პოზიციიდან შემძლებოდა 2 გოლის გატანა 2 თამაში, ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ყველაზე მეტად იმით ვარ კმაყოფილი, რომ გუნდმა ორივე თამაში მოვიგეთ. ვიცით, რომ მეორე თამაში შეგვეძლო უკეთესად გვეთამაშა, მაგრამ ეხლა გვაქვს ერთთვიანი შესვენება სანაკრებო, მაგრამ წავალთ გუნდებში, უფრო მეტად მოვუმატოთ და დავბრუნდეთ უკრაინასთან თამაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ ჩერდება, ვიცით. დღევანდელი დღე უკვე წარსულს ჩაბარდა და უნდა მოვახერხოთ უკვე კონცენტრირება ჩვენ თავზე, რომ უკეთესად მოვახერხოთ დაბრუნება და ისევ გავახაროთ ჩვენი ქართველი გულშემატკივარი. პირველ რიგში უსაფრთხოებას დანიშნულება მოვიპოვეთ, რაც შეეხება ჩემს ასაკობრივებას. მიაკუთვნე თოლავად გადავიდები, იმიტომ რომ კიო და გადამიბრუნდა კოჩი და ვცდილობდი მაქსიმუმ გამაკეთებინა, მაგრამ ალბათ ვერ შევძლები რაც მინდოდა. კიო გამოკუჩული თამაშობდი, მაგრამ თავარია ნაკრებმა გაიმარჯვა და ვფიქრობ, ჩემ მაქსიმუმი გავაკეთე რაც შევძლები, იმით დავეთმარი. დანარჩენს ალბათ რომ მანახებს უკვე და შევეცდებით, რომ ესე გავაგზავნოთ. თავარი არის, რომ მივიყავთ ეს საქმე ბოლომდე და როგორც დავიწყეთ, ისე დავასრულოთ. დირექტორი უნდა დავიწყო, რომ არსებობს ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც და არ შეიძლება ჰიმნის დროს ტვენა და ეს არ მოგვეწონა რაც მთლიან გუნდს. ასე რომ არ მოგვამარავშავს თავი გავუმოწოთ. რაც შეეხება თამაშს, თული თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი ტაქტიკულად უკამით იქით და ჩვენს მომენტს ველოდებოდით, საბოლოო ჯამში გავინახა და ჩვენ გავიტანეთ, მაგარი გოლი შეაგდო ქოჩორამ. 6 ქულა გვაქვს და უნდა გავაგრძელოთ ეს. აქ ჩამოვიდი მოსაგებად ეს 2 თამაშისთვის და გოლიც კი გავიტანე. კაია, ეხლა დავბრუნდე ბილიონში და იქნებ გავაგრძელებ როგორც ყოველთვის და ნახავთ როგორ იქნება. მაგარი გზნობა, 2 თამაში 2 მოგება. და სხვა 6 ქულა გვაქვს და კაია. საინტერესო თამაში გამოვიდა, მაგრამ ის არის ძალიან სასიამოვნო, რომ აი ესეთ მძიმე თამაშებში ესეთ დაღლილები რო ვიყავით და სამი ქულის აღება არის ესეთ თამაშებში ძალიან რთული და აი ეს ხასიათი გამოავლინეთ, რაც იყო ჩემთვის ძალიან სასიხარულო, იმიტომ რომ ესეთ თამაშებში არის სწორედ
ინდივიდუალური ხასიათის გამოვლენა და რაც დღეს გუნდურად გამოვავლინეთ და რა თქმა უნდა კოჩურამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა და გუნდს დაეხმარა რომ სამი ქულა აიღო 1-0-ის მოგება არის ყველაზე რთული ფეხბურთში გოლის შემდეგ ძალიან სწორად თამაშობდით თითქმის მომენტი მოწინააღმდეგე გუნდს არ ქონია რასაც მეტყველებს ჩვენი სწორი ტაქტიკური მოძრაობა და დაცვაში ძალიან კაი თამაში მარტო-მცველების და მეკარის არა მთლიანად დაცვით ფეხბურთს თამაშობ ძალიან მაგრა და ძალიან სასიამოვნოა რომ ესე ჩამოყალიბებული გუნდი ვართ ყველა ფეხბურთელი ათვისებიერებს თავის პასუხისგებლობას და მოკლედ საქართველოს ფორმაში მარცხის მიზეზებზე რა თქმა უნდა ისაუბრეს ალბანელმა ფეხბურთელებმაც და მათმა მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ, რომელმაც ქართველების მიმართ სიმპათია კვლავ არ დამალა. საქართველოს კომპლიმენტებს ვუძღვნი. პრესამართლიანი შედეგი იქნებოდა, მაგრამ გოლმა ყველაფერი შეცვალა. სამწუხაროდ ერთი ბურთით წავაგეთ. ჩემს მოთამაშეებს ვაფასებ, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს. ფეხბურთელებთან პრეტენზია არ მაქვს. ჯგუფში ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავს. გუნდით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ 24 ფეხბურთელიდან ყველას ვერ ვათამაშებ. საქართველოს ფიზიკურად და ტაქტიკურად კარგი გუნდია. კონკრეტული მიზანი რა თქმა უნდა ჯგუფიდან გასვლა. ეს არის ფეხბურთი და მიზანი ყოველთვის წინსვლა უნდა იყოს. პირველ ტურში მოვიგეთ. საქართველოსთან ვერა. ფული შეხვედრა გამოვიდა. შეტევა გვინდოდა, მაგრამ ისინი 5 მცველით და 3 ნახევარმცველით იცავდნენ თავს. ამიტომ გაგვიჭირდა. საქართველოს ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენს იმავე დონეზე ვართ. უბრალოდ დღეს ჩვენი დღე არ იყო. კონჩეტევებზე თამაში კარგად მოამზადეს. გაიტანეს გოლი და დაცვაში კარგად ითამაშეს. მე კვარაცხელიასთან ახლოს უნდა მეთამაშა, თუმცა ამით სხვებმა ისარგებლეს. ძალიან რთული თამაში იყო. ვიცოდით რომ საქართველოს კონტრშეტევებზე სახიფათო იყო. მათ ძლიერი შემტევები ხავთ. კარგი იქნებოდა რომ გოლის მომენტში ჯარი მააგვეყო. საერთო ჯამში კარგი შეხვედრა ჰქონდა. გულშემატკივრების გამო კი ვწუხვარ. ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. საქმე იმაში არ არის რომ ცუდი შეხვედრა ჰქონდა. შესაძლოა ჩვენ უფრო მეტად დავიღალეთ. საქართველოს აღმავალი გუნდია. ჩვენ ეს ევროპაზეც ვნახეთ. საკუთარ მოედანზე უკეთესად უნდა გვეთამაშა. კვარაცხელიასთვის სივრცეები არ უნდა დაგვეტოვებინა, რადგან ის ძლიერი მოწინააღმდეგეა. ჩვენ უფრო ფრთხილად და ჭკვიანურად უნდა გვეთამაშა. შეგახსენებთ რომ 2 ტურის შემდეგ ჯგუფში საქართველოს ნაკრები ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. ამით კი სექტემბრის სანაკრებო პაუზა დამთავრებულია. მესამე ტურში ვილისანიოლის გუნდი უკრაინას სტუმრად 11 ოქტომბერს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრას პოლონეთის ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს. 14 ოქტომბერს კი საქართველოს ალბანეთის ნაკრები ესტუმრება. წარმატებები ვუწუდებთ ჩვენს ფეხბურთელებს და თუ დაგავიწყდა, დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი რომ არ გამოგრჩეს შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.